გამარჯობა აზროვნების აკადემია გთავაზობთ ქრისტიანული ღვთისმეტყველების კურსს, რომლის ფარგლებშიც მე გესაუბრებით პროტესტანტიზმს. პროტესტანტიზმი არის საინტერესო და გავლენის მქონე მოვლენა ისტორიაში. რეფორმაციის წინამორბედნი და რეფორმატორები თავის დროში არ ეგუებოდნენ კათოლიციზმში არსებულ მდგომარეობას. ეს იყო ინდულგენცია, უკვე იყო ჯვაროსნული ომები, თეოლოგიური ცდომილება მათი შეხედულებით. მარტინ ლუთერი ამბობს ისტორიულ ფრაზას რეიხსტაგზე, სადაც მას მოუწოდეს მისი თეზისების დათმობა, მან თქვა ასეთი რამ: აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმეც. აქედან იწყება პროტესტანტიზმი, აქედან იწყება კლასიკური რეფორმაცია, მას უპირისპირდება იქვე აღმოცენებული რადიკალური რეფორმაცია, შემდეგ კათოლიციზმის ცემს პასუხს კონტრრეფორმაციით. საბოლოო ჯამში პროტესტანტიზმი ყალიბდება ანგარიშგასაწევ ძალად, ის გავლენას ახდენს ევროპაზე, მის შემდგომ განვითარებაზე და ზუსტად ამაზე ვილაპარაკებთ პროტესტანტული ღვთისმეტყველების საფუძვლებზე, რომელმაც განაპირობა ეს მსოფლმხედველობა და ამ მრავალ რიცხოვან მიმდინარეობაში დავინახავთ მის მთავარ მსოფლმხედველურ ასპექტს.